სიონის საპატრიარქო ტაძრის მგზავრი თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე და ჩვენი სასაუბრო თემა იქნება როგორც გითხარით ხატმეტყველება. დილომშვიდობის მამა გიორგი დაგულოცებდა. მშვიდობა ღმერთმა და გაგახაროთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს არის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სცენება, წელიწადში რამდენჯერმე იხსენიება. ეს არის საყოველთაო სიწმინდე, მსოფლიო საქრისტიანო, მსოფლიო მართლმადიდებლების, თუმცა ქართველების რა თქმა უნდა განსაკუთრებული ხატია, განსაკუთრებული სიწმინდეა, ვიცით რომ ორიგინალი დაცულია ივერთა მონასტერში ათონში და ასლი როგორც ბევრგან ასევე ბრძანდება სიონში. რა ცნობები გვაქვს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ ხატის შესახებ? დიახ, უპირველეს ყოვლისა გსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მართლაც დღეს ძალიან დიდი დღე გახლავთ, გამომდინარე იქიდან რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი არის განსაკუთრებული მფარველი ჩვენი ქვეყნისა. მოგეხსენება თქვენ რომ ჩვენი ქვეყანა წილღდომილია ყოვლადწმინდა დედისა, შესაბამისად დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა. რაც შეეხება ივერიის ღვთისმშობლის ხატს, რომლის დღესასწაულიც გახლავთ დღეს, ამ ხატს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. მისი, ასე ვთქვათ, ხსენება წყაროებში შეესაბამება ხატმებრძოლეობის ეპოქას, დაახლოებით მე-6-ეს ბოლოდან მე-7 საუკუნეში უпроსტად. და ამ წყაროთა თანახმად ნიკეაში ეს ხატი იყო ერთ-ერთი ქვრივის სახლში, ამ ქვრივს ყავდა ერთადერთი ვაჟი და აი ხატმებრძოლეობის დროს მოგეხსენებათ ეს არის ეპოქა, როდესაც განსაკუთრებული შეურაცხყოფით ასე ვთქვათ მიემართებოდნენ წმინდა ხატთა წინაშე, თავად სამწუხაროდ მაშინდელი საიმპერატორო კარიც კი მხარს უჭერდა აი ამ წვალებლობას, რის გამოც იცით თქვენ რომ შემდგომ გაიმართა მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრება 787 წელს, რომელმაც დააგმო ხატმებრძოლეობა და აღიარა ხატთაყვანისცემა, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ შემდგომში და სწორედ ამ დროს ერთ-ერთი მომხდური შეიჭრა ამ ქვრივის სახლში და ხატს მახვილი ჩასცა და სასწაულებრივად ხატიდან, ანუ იმ ადგილას, სადაც ეს მახვილი მიეპყრო, სისხლი წარმოსდინდა წმინდა ხატს და უნდა ითქვას ის, რომ დღესაც ეს სისხლის ლაქა აი ამ ხატს ამჩნევია. აი ჩვენ მქონდა ბედნიერება მოგველოცა ათონის მთა და დეტალურად ასე ვთქვათ დავათვალიერეთ ეს ხატი, რა თქმა უნდა პირველ რიგში მივაგეთ მას სათანადო პატივი და დღესაც აი საოცარი არის რომ დღესაც ეს ლაქა წარუშლად ამჩნევია, რაც უღარი უშუალო მეტყველი ამ სასწაულისა. სწორედ თქვენს მიერ გადაღებული კადრები გვაქვს ახლა ეთერში. დიახ, ეს კადრები ხოთაშორის ესე ძალიან საინტერესოა, რომ ათონის ივერთა მონასტერში ქართველებს სლად არც წყალობენ გადაღებას და გადაღებას. ასე ვთქვათ, მით უმეტეს ქართველის მიერ ივერიის ღვთისმშობლის ხატისა. მაგრამ ქართველი თუ სასულიერო პირია, უნდა თქვა პირდაპირ მეც ვარ ნაყოფი და მაინდა-მაინც კარგად არ არიან განწყობილი. სამწუხაროდ. მაგრამ რაღაცა მართლაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობით აი მოუხერხდა ის რომ გადავიღეთ ჩვენ დეტალურად ეს ხატი და არა მარტო ეს ხატი, მთლიანად ის ტაძარი, თვითონ ივერიის ღვთისმშობლის ცენტრალური ტაძრის სამხრეთით დგას ეს პატარა ეკვდერი, სადაც ასვენია უშუალოდ ხატი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და აი ესეთი მოგეცა ამის შესაძლებლობა რომ მოგველოცა ეს ხატი და გადაგვეღო ეს კადრები. შემდგომში ეს ხატი აი ამ ძაფრი დევნილობისა გამო ქვრივმა და მისმა ოჯახმა გადაწყვიტა რომ სხვისთვის მიეცა და არის წყაროში ცნობა იმასთან დაკავშირებით რომ დედაკაცი ევედრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს რომ მან შეეწიოს მის ცხოვრებას და ასევე უპატრონოს მის ხატს. და როგორც დაწერილია ზღვას მისცეს ხატი და ხატი აღიმართა ზღვაზე როგორც ესე იგი ადამიანი ისე ვერტიკალურად და გაემართა და ამის შემდგომ ხატის კვალი იკარგება და შემდგომ ამისა უკვე ის მას ჩვენ ხვდებით მე-11 საუკუნეში უკვე ათონის მთაზე. თუმცა იქამდე უნდა ითქვას ის რომ აი ეს ვაჟი აი ამ დედაკაცისა შემდგომში მიდის სწორედ სამოღვაწეოდ და ხვდება ათონზე და პირველად ათონელი ბერები რომელიც მაშინ ათონისთა სულ ახალი დაფუძნებული გახლდათ, ფუძდებოდა ფაქტობრივად არცია ჩამოკიდებული როგორც სამონასტრო კერა და აი იქ მოღვაწემა პირველმა სწორედ აი ამ ადამიანისგან, აი ამ ქვრივის ვაჟისგან გაიგეს
აი ამ სასწავლებრივი ხატის შესახებ. და შემდგომ ცნობილი ისტორია, როგორ მოადგა ათონის მთას, სადაც კონკრეტულად იმ ადგილს, სადაც დღეს ივერონის მონასტერია, როგორ მოადგა ეს ხატი ზღვით და ვერავინ იქ მოღვაწეთაგან ვერ შეძლო რომ ხატი გამოესვენებინა და ამ დროს იქ მოღვაწე, იქვე ახლოს მდებარე კელიაში მოღვაწე გაბრიელს, რომელიც ტომით ქართველი გახლდათ, განეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელმაც უბრძანა რომ თვითონ მიახლებოდა მის ხატს და გამოებრძანებინა ზღვით ნაპირზე და მართლაც გაბრიელი შედის და გამოაბრძანებს ამ ხატს და დაასვენებს მონასტრის კარიბჭეს, აი კარიბჭის ხატი ეწოდება პორტაიტისა, კი ბატონო, ბერძნულად, რაც ნიშნავს და ცნობილი ისტორიაა შემდგომ რომ როდესაც კარიბჭესთან უკაცრავ ტაძარში შეასვენეს ეს ხატი, მეორე დღეს კარიბჭესთან დახვდათ ის ბერებს და ასე განმეორდა 2-3ჯერ და ბოლოს ისევ გარესხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გაბრიელს და უთხრა რომ ეს იყო ღვთისმშობლის ნება, მისი ნება ყოვლადწმინდა და ბრძანებს, რადგანაც მას არ უნდოდა რომ თვითონ დაეცოთ, არამედ თავად ყოფილიყო მცველი იქ მოღვაწე ბერთა და სრულიად ივერონისა და ასეც გადაწყდა შემდგომში. შემდგომში ეს ხატი შეიჭედა მე-17 საუკუნეში სამცხის თავრების მიერ, კერძოდ ქაიხოსრო ჯაყელის საფასითა და სამცხის ეპისკოპოს ამბროსის ღვაწლით და სხვადასხვა ამ ხატს აქვს ქართული წარწერა, რომელშიც იხსენიება სწორედ ჩვენს მიერ დასახელებული ქაიხოსრო და სამცხის ეპისკოპოსი ამბროსი. ეს ხატი დღეს როგორც უკვე მოგეხსენებათ მდებარეობს ივერონის ქართულთა მონასტერში და დღესაც ხადად მეტყველებს რომ ივერონი ოდესღაც ქართველების სიძლიერის სიმბოლო გახლდათ, იმიტომ რომ აი ექსეს უნდა ვთქვათ აუცილებლად რომ ივერონის მონასტერში ჩაისახა ფაქტობრივად ქართული მწიგნობრობა, ის დიდი მამები როგორც იყვნენ მოგეხსენებათ იოანემ დააარსა ეს წმინდა კერა, შემდგომ ექვთიმე მთაწმინდელმა განავრცო მისმა შვილმა გიორგი მთაწმინდელი და აი ეს მარტო ეს რაღაცა კორიფეები ნამდვილად რომელთაც შექმნეს ქართული საღვთისმეტყველო ლიტერატურა, თარგმანები, ასევე ორიგინალი თხზულებები დღეს ეს ამ მონასტერში სამწუხაროდ ქართველები აღარ არიან, ესე ჩვენი ავბედითი ისტორიისა და ბედის თუ შეიძლება ითქვას გამო. თუმცა რა ვიცი ჩვენ რაღაცა დღეს ადრე ამის შესაძლებლობაც არ იყო და დღეს ძალიან ბევრ ქართველს ეძლევა შესაძლებლობა იმისა რომ მოილოცოს ეს წმინდა მთა და განსაკუთრებით ჩვენთვის საყვარელი ივერონის მონასტერი ივერიის ხატთან ერთად და ასე უნდა ითქვას რომ ათონზე ქართველი ბერები მსახურობენ და ესეც ადრე არ იყო და ახლა უკვე საშუალება ეძლევათ რამდენიმე ქართველი ბერი მსახურობს ივერონში არა მაგრამ სხვა მონასტერებში. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ მღვდელ მონაზონი, ანუ დანარჩენი მონაზონები არიან და ერთადერთია ფაქტობრივად ქართველი, ვისაც სკიტიაბარია ქართული, რომელიც სიმონა პეტრას მონასტერს ემორჩილება, მამა გრიგოლი კი ბატონო და ეს ერთავადი ბედნიერებაა ნამდვილად, რომ ყოველ ქართველს იქ ჩასულს გვაქვს რაღაცნაირი ჩვენი თუ შეიძლება ვთქვათ კერა, რომ სადაც ხვდებიან და ქართულ ენაზე აღევლინება, ესა ყველაზე მთავარი, რომ მადლობა ღმერთს, რომ აი რამდენიმე ადგილას ქართულ ენაზე აღევლინება ღვთისმსახურება. მამა გიორგი, ჩვენ საუბრობთ ამ ხატზე, ცხადია და ზოგადად ხატმეტყველებაა ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა. აი პატივის მიგება ხატების მიმართ ჩვენ ამაზე ერთხელ გვისაუბრია, რას ნიშნავს, რა მოიაზრება ხატთაყვანისცემაში. და თქვენ ბრძანეთ რომ სწორედ ამ ხატის ისტორია იწყება ხატმებრძოლების პერიოდში, აი ხატთაყვანისცემა რას გულისხმობს? ხატმებრძოლების პერიოდი სხვათა შორის რომელიც როგორც უკვე თქვით ბოლოვდება მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებით, ფაქტობრივად ეს კრება აყალიბებს ხატთაყვანისცემის კანონიკას, რომელიც რა თქმა უნდა დაწყებულია ჯერ კიდევ ქრისტეს ცხოვრებაშივე გულისხმობს პირველ საუკუნეს. თუმცა მე მეცაც ვიტყვი რომ ძველ აღთქმაშიც კი, სხვათა შორის ძველ აღთქმაში ჩვენ მოსერჯულში ცალსახად გვაქვს აკრძალვა გამოსახულებების შესახებ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ძველ აღთქმაში ჩვენ გამოსახულებები მაინც გვხვდება, მაგალითად დასამოწმობელ კარავში, შემდგომ უკვე სოლომონის ტაძარში, რომელსაც მოხატავს სოლომონი და აქ იოანე დამასკელს აქვს თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე მოცლობითი ნაშრომი ხატთაყვანისცემის შესახებ. 3 სიტყვა ესეა, 3 სიტყვაში ხუმილია ქადაგება იგულისხმება ხატთაყვანისცემის შესახებ, სადაც წმინდა იოანე დამასკელი სვამს ამ კითხვას და თავად პასუხობს, რომ იქ იყო გამოსახული ქერუბიმები და არა
ღმერთი და როგორც წმინდა დამასკელი მოძღვარი ბრძანებს ღმერთს არ აუგზავნოს ადამიანისთვის ქმნილების ქერუბიმების მათ შორის ქერუბიმები მოგეხსენებათ ანგელოზთა უმაღლეს საფეხურს ანგელოზთა დასის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენენ ქერუბიმების გამოსახვა თუმცა როგორც ვთქვით ღვთის გამოსახვა აკრძალული იყო ძველ აღთქმაში რატომ ვინაიდან არ იყო ღმერთი განკაცებული და ის რაც ხილვადი არ იყო თავისთავადია ვერ აისახებოდა თუმცა ჩვენ ძველ აღთქმაში ხვდება გამოცხადებები თეოფანიები ეწოდებული და სხვათა შორის ესეც უნდა ითქვას რომ წმინდა მამათა კრეფსითი ასე ვთქვათ შეხედულების მიხედვით ყოველი გამოცხადება რომელიც ძველ აღთქმაში ხდებოდა ეს იყო ძეღმერთის გამოცხადება უშუალოდ მეორე ჰიპოსტასის მეორე პირის გამოცხადება ხოლო ახალ აღთქმაში რადგანაც უკვე განკაცდა ღმერთი ის რაც როგორც ივან დამასკელის ის რაც უხილავი იყო გახდა ხილვადი ის რაც შეუხებელი იყო გახდა შეხებადი ის რაც უნივთო იყო გახდა ნივთიერი იგულისხმება განკაცება ზეღმერთისა, ამიტომაც ეს გახდა უკვე საფუძველი იმისა, რომ ხათაყვანისემა დამკვიდრდა. ხათაყვანისემის შესახებ უნდა ითქვას ის ასევე რომ ერთ-ერთი პირველი ხატი რომელიც შეიქმნა ეს გახლავთ ხელთუქმნელი ხატი რომელიც უკავშირდება ავგაროვის ცნობილ ეპისტოლეს ავგაროვის ეპისტოლე ქართულ ენაზე 4 რედაქციითაა მოღწეული სინურია მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე კარგად შემორჩენილი და აი ყველა მის ეს ისტორია რომლის მიხედვითაც ავგაროზი ედესის მეფე ხდება ავად და ეს ხდება მაცხოვრის ამ ქვეყანაზე მოსაგრეობის ჟამს და ის აგზავნის თავის კაცს ასე ვთქვათ უფალთან რათა მოვიდეს და განკურნოს ის უფალი მასთან არ მიდის მაგრამ აი ამ აპოკრიფის თანახმად იგივე გარდამოცემის თანახმად ის ტილოს მიიდებს სახეზე და ამ ტილოზე სასწაულებრივად გამოისახება მაცხოვრის სახება რომელიც შემდგომ ედესის მეფესთან ჩადის და ის იკურნება. ანუ ეს არის გადმოცემის თანახმად ერთ-ერთი პირველი ხატი, ხელთუქმნელი ხატი, და ამ ქმედებით უფალმა აკურთხა ხათაყვანისცემა, როგორც უდიდესი მოვლენა. რაც შეეხება ხელთქმნილ ხატს, ეს ძალიან ხატი ახლა ეს მოგვიანოთ ტერმინია ვთქვათ, გამოსახულება, ესე ვთქვათ, პირველი ქრისტიანული გამოსახულება ჩვენ გვხვდება თავად სახარებისეული თხრობისას, რას გულისხმობთ? მოგეხსენებათ თქვენ რომ სახარებაში არის ასეთი ადგილი ლუკა მახარებელი გადმოსცემს, როდესაც მაცხოვარი კურნავს სიზღლდენით დაავადებულ ქალს, დედაკაცს. და აი ამ განკურნების შემდგომ როგორც იოანე ოქროპირის 6 ათონესეულ თარგმანში წერია, ეს ქალი არ დარჩა უმადლო, ანუ უმადლო არ დარჩა ქრისტეს მიმართ და ის წავიდა და გააკეთა იესო ქრისტეს ქანდაკება. აი ესეთი თხრობა გვაქვს და სხვათა შორის საინტერესო ის რომ ეს ცნობა თვითონ ბერძნულ ორიგინალში არ გვხვდება იოანე ოქროპირის ბერძნულ ორიგინალში, ეს გვხვდება 6 ათონესეულ თარგმანში, ანუ 6 ჩანამატია, მაგრამ ფაქტი ის გახლავთ რომ ეხა წმინდა 6 ამას უსაფუძვლოდ არ ჩამატებდა თავისთავად ცხადია და ამიტომ 6 ათონელის ჩვენს მიერ ესე იგი მოხსენიებული ჩანართი თავისთავად ცხადია ეფუძნება წყაროს, რომელიც სამწუხაროდ დღემდე არ შემორჩა, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო ცნობა გახლავთ და რაც ადასტურებს ასევე იმას, რომ ხათაყვანისცემა ჯერ კიდევ მაცხოვრის სიცოცხლეშივე იკურთხა ეს პანაედში, პანეადში მოხდა ეს პანაედალი ქალი. ეს სხვადასხვა ეს ქანდაკება შემდგომ მოხსენიებულია ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორიაშიც, ის ახსენებს ამ ხაზს და ამბობს რომ აქ იყო იესო ქრისტეს ქანდაკება, რომელიც შემდგომ იულიანე განდგომილმა მოაშთო და თავის ქანდაკება დადგა, მაგრამ შემდგომ ვთქვათ ჭექაქუხილმა ეს ქანდაკება შუაში გადახსნა, ვთქვათ და შუა გაანადგურა. აი ეს გახლავთ. ეხლა რაც შეეხება აი ის რომ ხათაყვანისცემა და ხატი ზოგადად რას ნიშნავს და ესეც ძალიან საინტერესოა, ანუ ხატი რეალურად რა არის? ღვთის გამოსახულება, ხო? მაგრამ მეორე მხრივ არსებობს საეკლესიო სწავლება იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთი ყოვლად უხილავია. და ამაზე არაერთი გრიგოლ-ნოსელი, იოანე დამასკელი, ბასილი, ყველა აბსოლუტურად შეიძლება ითქვას, ყველა წინამორბედს აქვს ამასთან დაკავშირებული სწავლება, რომ ღმერთი უხილავია, ვინაიდან დაუტევნელია. მაშინ როგორ შეესაბამება ეს სწავლება იმას რომ ღმერთს გამოვსახავ ჩვენ. აქ კიდევ ერთხელ საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ აქ საუბარია ზეღმერთის კაცობრივ ბუნებაზე და არა მის საღვთო ბუნებაზე, რომელიც ყოვლად დაუტევნელია. მოგეხსენება თქვენ საეკლესიო მოძრაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ზეღმერთში შეერთა ორი ბუნება, საღვთო და კაცობრივი, შეურევნელად შეერთა და
ჩვენ როდესაც გამოსახავთ ქრისტეს, რა თქმა უნდა, გამოსახავთ კაცობრივი ბუნებით, თუმცა რა თქმა უნდა, გულისხმობთ მის საღვთო ბუნებასაც, ვინაიდან ეს ორი ბუნება ასე ვთქვათ, განუყოფელია მასში და მეცაც გეტყვი თქვენ რომ თქვენ იცით რომ ყველაზე ასე ვთქვათ, ცნობილი ხატი არის უფლის ხატი, ხო, უფალი იესო ქრისტეს ხატი და მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ ჩვენ მარტო ზეღმერთს ვეთაყვანებით. სადაც ზე არის, იქ მამაც არის და სულიც არის, ხო? როგორც ფილიპე მოციქულს ეუბნება მას ხო რომ ვინც მე მიხილა, იხილა მამაც და რა თქმა უნდა იხილა სულის, ვინაიდან ეს ერთარსება და განუყოფელი ღმერთია, თუმცა გამოსახავთ მის კაცობრიულ ბუნებას, კაცობრივი სხეულით. ეხლა აქ კიდევ ერთი არის ძალიან საინტერესო რომ თვითონ ხატთა მიმართ გამოიყენება ტერმინი ხატწერა. ანუ არა ხატვა, არამედ ხატწერა და არა ხატის ხატვა არის. აი ეს ძალიან საინტერესო თემა. აი ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი გახლავთ, იმიტომ რომ წერა ამ შემთხვევაში ეკლესიამ განაჩინა შემდგომში, ვინაიდან რაც იწერება, ის იკითხება კიდეც. ანუ აქ რა თქმა უნდა იგულისხმება ის საღვთისმეტყველო შინაარსი, რაც დევს ხატში. ანუ ხატმეტყველება ეს არის ესე თუ შეიძლება ასეთი ტერმინი ვიზუალური ღვთისმეტყველება. თავის დროს, როდესაც ჩაისახა ხატმეტყველება ძალიან ხშირად რომის იმპერიაში თქვენ მოგეხსენებათ რომის იმპერიაში მოხდა პირველად განვრცობა ქრისტიანულ რელიგიას თავად პალესტინას ისრაელის მაშინ რომს ეკონდაგარებოდა და ძალიან ბევრმა ადამიანმა 80% ფაქტობრივად მოსახლეობის წერა-კითხვა არ იცოდა. და ხდებოდა ხატმეტყველების განსაკუთრებით სახარებისეული მოვლენების ასე ვთქვათ გამოსახვა და ამით შემეცნება და შემდგომ ზეპირი ქადაგება თავის ხადია და ამით შემეცნება ქრისტიანობისა იმ ადამიანებს რომელთაც არ შეეძლოს მაგალითად წაეკითხათ თუნდაც სახარება და წინაწერი გადაეცემა შინაარსს. კი ბატონო, თუმცა ამას შემდგომში როდესაც ახლა წერა-კითხვა ფაქტობრივად დღეს ყველა მის ამას არ დაუკარგავს ხატთაყვანისებას ხელობას პირიქით მან ძალიან საინტერესო ის გახლავს რომ ხშირად ხატმეტყველების დროს არა მარტო ის გამოისახება რა მოხდა არამედ რატომ მოხდა ეგზეგეზაც გამოისახება აი ერთ მაგალითს მოვიხმობ აი მაგალითად იესო ქრისტეს კომპოზიცია ალბათ ყველას დაკვირვებივართ იესო ქრისტეს შობის კომპოზიციაში იესო ქრისტეს შობის ხატმეტყველებაში ну გამოსახულია რა თქმა უნდა მამაცხოვარი რომ მარიამი იოსები და ასე შემდეგ და გამოსახულია ასევე ხარისა და სახედრის გამოსახულება არა და ჩვენ სახარებაში არცად არ გვაქვს თხრობა შესაბამისი თხრობა არცად არ წერია რომ ხა ის სადგომი კი ბატონო ივანე ოქროპული მაგალითად წერს რომ ეს იყო ცხრების სადგომი საერთოდ არ ახსენებს არც ხარს და არც სახედარს მაგრამ ეს არის წმინდა ეგზეგეტიკური ჩანართი ჩვენს პირდასახელებულ ხატმეტყველებაში, რომელიც დაფუძნებულია ერთი მხრივ ესაიას წინასწარმეტყველებაზე და მეორე მხრივ ესაიას წინასწარმეტყველების გრიგოლ ნოსელის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც ხარში მოიაზრება წარმართები, ვინაიდან ხარს უხელს ადგამენ და ისინი ასე ვთქვათ მოსერჯულდების ქვეშ იყვნენ და სახედარში მოიაზრება უკაცრავად ხარში მოიაზრება ისრაელიანები და სახედარში წარმართები. რითის ხაზგასმულია ის რომ უფალი განკაცდა როგორც ებრაელთათვის ისე წარმართათვის. ანუ მისი განკაცების საყოველთაობაზეა ხაზგასმული აი ეს კონკრეტული დეტალი. და ასე შემდეგ ამის უმამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. დიახ. მამა გიორგი, ასევე ქართულ იკონოგრაფიაზეც რომ ვისაუბროთ, აი როდიდან ჩნდება პირველი ქრისტიანული გამოსახულებები უკვე ჩვენთან საქართველოს ჩვენს ქვეყანაში. დიახ. ძალიან საინტერესო კითხვა გახლავთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენი ქვეყანა არა მარტო ხატმეტყველების კუთხით, არამედ თქვათ ქრისტიანული ლიტერატურის კუთხითაც თანადროულად ვითარდება ბიზანტიურთან ერთად. ჯერ რომი და ნუ მერე ბიზანტია. პირველ ზოგადად სანამ დღესდღეოს გასვლა მინდა ვთქვა რომ იმ საერთო ჩარჩოში ექცევა ჩვენი ასე ვთქვათ ქრისტიანული ლიტერატურის უკაცრავად ხელოვნების განვითარებას. პირველ ეტაპზე ქრისტიანული ხელოვნება მეტნაკლებად არ იყო ჩამოყალიბებული, როგორც მოგახსენთ, ეს უკვე მეშვიდე სოფლიო საეკლესიოს კრების შემდგომ ხდება და ხშირად ხდებოდა წარმართული თქვათ სიუჟეტების გამოყენება, ოღონდ ქრისტიანული ყაიდით, ქრისტიანობაზე გარდაქმნით. ასე მაგალითად ორფეოსის რომის კატაკომბებში დღესაც არის შემორჩენილი ორფეოსი გახლდათ წარმართული რომაელი, ასე ვთქვათ, ნახევრად ღმერთი, რომელიც სალამურით აჯადოებდა ცხვერს და ქრისტიანობამ ეს ფაბულა გადმოიტანა, ოღონდ ორფეოში განჭრიდა ქრისტე, სალამურში მისი მოძღვრება, ხოლო ცხვრებში ეკლესიის პირველი მრევლი. რატო ვთქვით ეს? ზუსტად აი როგორც რომში ვითარდება ეს მიმართულება, ასევე ვითარდება საქართველოში. ასე მაგალითად აი ერთ მაგალითს მოგიყვანთ.
ბოლნისის სიონში, რომელიც იცით თქვენ, მე-5 საუკუნის ტაძარი გახლავთ, ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ბაზილიკა ჩვენს ქვეყანაში, სანათლავზე, ბაპტისტერიუმში გამოსახულია სვეტის თავზე, გამოსახულია ხარი ქებში ჯვრით. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ადრეული გამოსახულება ჩვენთან, რა თქმა უნდა, ხარი საქართველოს მოგახსენებთ, საქართველოსთვის ხარი იყო კულტი, მოგეხსენებათ ჩვენი მიწათმოქმედებიდან გამომდინარე, ხარი ძალიან ახლობელი იყო ქართველისთვის, ამიტომ ქრისტიანობა იყენებს იმ ხერხს, რაც მან რომში გამოიყენა, იქ თუ რომში ორფეოსი იყო მათთვის ძალიან ახლო, ჩვენთან იყო თქვა ხარი და ამიტომ მეუბნება თქვა პირველ ქრისტიანებს, რომ აი შენი საყვარელი ხარი, ოღონ ეხლა შენ ამ ხარში ვთქვათ ის წარმართული ღვთაება კი აღარ იგულისხმო, არამედ განჭვრიტე ქრისტე. ანუ კანონიკურად ეს არის გამართლებული. რა თქმა უნდა, ეს იყო შემდგომ ხელი ეს სიმბოლოები აიგზალა უკვე მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, იქამდე იყო. თუმცა ამის შემდგომაც ხდება რაღაცა დეტალურ ძალიან იშვიათად, მაგრამ იქამდე ძალიან ბევრი იყო ასეთი გამოსახულები. იყო ძალიან ცნობილი ხალხის წემსიკეთილის გამოსახულება, აი ჭაბუკს, რომელსაც სხვარი ყავს ხარზე და რაც რა თქმა უნდა არის ილუსტრირება სახარებისგან, სადაც მაცხოვარი ბრძანებს, რომ წემსიკეთილი გადასარჩენად სხვას შეისვამს, ანუ ადამიანს შეისვამს ხარზე და გადაარჩენს მას. და არა მარტო ეს საქართველოში გარდა ამის აი მე-5 საუკუნიდან მოყოლებული, მე-4-ის ბოლოდან, მე-5-დან მოყოლებული ძალიან ბევრი პირველ, ასე ვთქვათ, ადრე ქრისტიანული გამოსახულებები ხდება. მათ შორის მზისა და მთვარის მაგალითად ჯვარცმისას მაგალითად არმაზის მხატვრობაში და ასე შემდეგ. ანუ რა გვინდა ვთქვათ, რომ სულს ვთქვათ ის, რომ საქართველო როგორც ქრისტიანობის ერთ-ერთი თუ შეიძლება ასე ვთქვათ, აკვანი სხვა ქვეყნებს შორის ზუსტად თანადროულად ვითარდება როგორც რომი და შემდგომ ბიზანტიაში ვთქვათ წარმართული კულტურა. ვისარგებლო შემთხვევით ეს კითხვა ბევრჯერ დასმულა და არის ხოლმე ამაზე საუბარი. ხატი თქვენ ბძანეთ რომ ეს რატოა ხაწერა და რატო ქვია და საიდან მოდის და ეს გასაგებია და ამ შემთხვევაში ესეც სათქმელია ხო რომ პირველ წყაროს ჩვენ პატევს და არა იქ ჩვენ რაღაც ფიცარსთან საღებავსთან ოქროს აქ ვინ არის გამოსახული. აი დავუშვათ ხატი რომელიც შევიძინეთ კანონიკური ხატი აუცილებელია თუ არა კურთხევა ხატის და რატო აუცილებელი კურთხევა თუ ჩვენ პირველ სახისმენელს პატივს და თუ დაუშვათ ხატი არ არის ნაკურთხე ან მაჩუკედან შევიძინეთ თუ აქვს იმას ის მოქმედება და ის მადმოსილება რის გამო ჩვენ ხატს მივაგებთ პატივს. ხატის კურთხევა ზოგადად მსახურება ამ კუთხით ცოტა მოგვიანო ხანისა გახლავთ, ანუ ასე არ იყო თავიდან, თუმცა ეს ეკლესიამ განაჩინა, იმიტომ რომ ანუ როდესაც მაგალითად ხატის შეძენა ხდება, თქვა დღეს და ამ ბოლო გამოიწვია ხშირად ადამიანებს გონიათ რომ ხო პრაქტიკაში რომ თქვა შეიძლება ეს ხატი კანონიკურია, მაგრამ კანონიკური არ იყოს. ამიტომ უნდა მოხდეს ასე თქვა სასულიერო პირის მიერ შემოწმება ამ ხატის კანონიკურობისა, კი ბატონო, შემდგომ ხდება მისი კურთხევა ზოგადად და ანუ საღვთო მადლმოსილება თქვა ენიჭება ამ ხატს. თქვენ სწორად ბრძანეთ რომ ხატი, ანუ ეს ასე თქვა საიდან იღებს სათავეს რომ ხატი ეს არ არის რა თქმა უნდა ჩვენ არ ვცემთ ფიცარს და საღებავს. ჩვენ არა ვართ ფიცრისა და საღებავის თაყვანისმცემლები. მაშინ ამ შემთხვევაში ერთ თაყვანისმცემლობა გამოდის. ბატონო, თავის როდესაც ხატმებრძოლება წარმოიშვა ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო რომ ანუ კეფ თაყვანისმცემლებს ეძახდნენ ხატ თაყვანისმცემლებს და თავისთავად ცხადია ეს მაშინდელმა მამებმა, მათ შორის ყველაზე შეიძლება მასშტაბურად წმინდა იონიონ დამასკელმა განაჩინა რომ ხატ თაყვანისმცემა ეს არის თაყვანისმცემა გამოსახულებისა რომელსაც ჩვენვე თაყვანები და არა იმისა, რითიც ის გამოისახება. ხალხაშვილ ეს ძალიან საინტერესო არის ამასთან დაკავშირებით, ახლა იქ შორს აგვიყვანს საუბარი, მაგრამ იესო ქრისტეს, როგორც ვთქვით, იესო ქრისტეს ხატი არსებობს, თავრესა და შემდგომ წმინდანთა ხატები. ჩვენ გვაქვს შემოჩენილი ბასილი დიდის ცხოვრებაში, როდესაც მაგალითად გარდაიცვალა, მოწამეობრივად აღესვა ვინმე ვარლაამი და შემორჩენილია ბასილი დიდის სიტყვა, რომლითაც ის მიმართავს ხატწერებს და ეუბნება რომ მე ახლა რაც არ უნდა ვისაუბრო, ვერასოდეს აღვწერ ისე ცხადად ვარლაამის ღვაწლს, როგორც თქვენ და მოგიწოდებთ რომ დაწეროთ მისი ცხოვრების, მისი ხატი და მისი ცხოვრების ციკლი, ასე ვთქვათ და ხატწერის მნიშვნელობას ეს გულისხმობს. და ხალხსახად გადმოსცემს კი ბატონო ხატწერის მნიშვნელობას. დიდი მადლობა. აქვე მაყურებელს შევახსენოთ ეს სხვა თემა, რომ დაიწყო ყველიერის კვირა, ანუ მომდევნო შაბათს დიდი მარხვა იწყება, ეს კვირა 4 შაბათი პარასკევს ხსნილია, გარდა ხორთისა, შეიძლება ყველაფერს მიღება და მზადები დიდი მარხვისთვის.